მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ბედნიერება არ არის გარედან შემოტანილი გრძნობა, არამედ ის არის ადამიანის შინაგანი ღვთაებრივი მდგომარეობა, რომელსაც შენში თვითონ აღვიძებ. იყავი ბედნიერი და მადლიერი ყველაფრით, რაც გაქვს. ჩაიხედე საკუთარ გულში, დააკვირდი, როდის ხარ სიყვარულში და როდის არა და აკეთე ის, რაც ენერგიას გმატებს, მოგწონს და გსიამოვნებს. იმოძრავე, იცეკვე, იმღერე, აკეთე ყველაფერი, რაც ბედნიერებას განიჭებს. დაარეგულირე კვება, ძილი, ბუნებასთან ურთიერთობა. ისინი სულიერადაც პოზიტიურად მოქმედებენ. ახლა შემოგთავაზებთ სულიერ პრაქტიკას, რომელიც დაგეხმარება გამოიწვიო და შენში გააღვიძო ბედნიერებისა და ღვთაებრივი სიყვარულის მდგომარეობა, თანაც ისე, რომ ეს არ იყოს მხოლოდ წამიერი, არამედ ნელ-ნელა გადაიზარდოს შენს ბუნებრივ არსებობაში. პრაქტიკა. დრო ყოველდღე დილას ან ძილის წინ 10-15 წუთი მაინც. დაჯექი მშვიდად და კომფორტულად. დახუჭე თვალები და სამი ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვით შეიგრძენი როგორ მშვიდდება შენი გონება. წარმოიდგინე, როგორ ივსება ყოველი ჩასუნთქვისას მთელი შენი სხეული მზისფერი სინათლით და ყოველი ამოსუნთქვისას კი როგორ გადის შენგან ტკივილი, დაღლილობა, შიში და ყველა ნეგატიური პროგრამა. ბედნიერება და სიყვარული გონებაში კი არა, გულშია. ამიტომ ახლა გადმოიტანე ყურადღება გონებიდან გულში. შეიგრძენი თითქოს გულში ოქროსფერი მზე გიბრწყინდება. თქვი ჩუმად ან ხმამაღლა. ჩემი სული არის სუფთა სიყვარული, ჩემი გონება არის ღვთაებრივი ბედნიერება. შეიგრძენი მადლიერება. მადლიერება ყველაზე ახლო და სანდო გზაა ბედნიერებისა და სიყვარულისკენ. ჩამოთვალე გულში ან ხმამაღლა ყველაფერი, რისთვისაც მადლიერი ხარ. დაწყებული თუნდაც იმით, რომ ცოცხალი ხარ და სუნთქავ. ასევე იყავი მადლიერი სხეულისთვის, ადამიანებისთვის. ვინც გვერდით გყავს, ლამაზი დღისთვის, ყველაფრისთვის, რაც შენს გარშემოა. ასე დაიწყე განზოგადება მთელი სამყაროსკენ. თქვი, მადლიერი ვარ სიცოცხლისთვის, მადლიერი ვარ იმ სიყვარულისთვის და იმ ყველაფრისთვის, რომელიც უკვე მაქვს. წარმოიდგინე, როგორ მოედინება შენში მაღალი ღვთაებრივი სიყვარული. თითქოს ის გადმოდის მარადიული ზეციური წყაროდან და ავსებს შენს გულს. ის ვარდივით იფუჩქნება შენს გულში და ავსებს მთელ შენს სხეულს, შენს აურას, ანუ ენერგეტიკულ ველს. გრძნობ, როგორ იღვიძებს შენში შენი სხეულის ყოველ უჯრედში სიხარული, სიყვარული და ბედნიერება. აღარაფერი გჭირდება იმისთვის, რომ იყო ბედნიერი. ეს უკვე შენშია. თქვი, მე ვირჩევ ვიყო სიხარულში, მე ვირჩევ ვიყო სიყვარულში, მე ვირჩევ ვიყო ბედნიერებაში. მე ვარ ეს ენერგია ახლა და მუდამ. იბწყინე ამ ენერგიით, რაც შეიძლება დიდხანს. მერე გაუგზავნე შენი სიყვარული სხვებს, სხივების ან მცირე გულების სახით. გაუგზავნე ადამიანებს, ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს, დედამიწას და მთელ სამყაროს. თქვი, ყველა არსებას ვუგზავნი მარადიულ ღვთაებრივ სიხარულს, სიყვარულს
სიკეთესა და ბედნიერებას. დასასრულს კი იგულისხმე, ან შეგიძლია ხმამაღლაც თქვა. ეს მდგომარეობა ჩემ ბუნებრივ ყოფად იქცა. ყოველდღე მაღლდები სიყვარულში. მე ვარ სული, რომელიც კაშკაშებს და ანათებს მთელ სამყაროს. შენ ხარ სიყვარულის ტაძარი და ბედნიერების წყარო. ეს მდგომარეობა არ არის შორეული მიზანი, ის უკვე შენს გულშია და ამ პრაქტიკით ნელ-ნელა ყოველდღიურად გადაიქცევა. ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ, რომ თქვენი გულები მუდამ იყოს სავსე, ღვთაებრივი სიხარულით, სიყვარულითა და უსაზღრო ბედნიერებით.